Შავმოწმოთ ალმასის ხმალი აქ არის, კი რაც მომაქვს, ის უმრუდებით ტაქსისთვის, რამოდენიმე სტეიკი და კიდე ტელეფონიც აქ არის და შემიძლია უკვე წავიდე მეზობელ სოფელში. გესავთ, მეგროთ გვთამარ საბადა არხი კაპოტეში როსონ სამი და დღეს როგორც თქვენ უკვე პრინციპში გაიგეთ, მე მივდივარ მეზობელ სოფელში. უბრალოდ იქ რაღაც საქმეები გამიჩნდა და მაგიტომ სულ რამოდენიმე საათით წავალ მეზობელ სოფელში. პრინციპში რაც ყველაფერი იქ დამჭირდება, ყველაფერი უკვე ჩემთან არის, ის ხმალი, კიდე ის უმრუდები ტაქსისთვის და რამოდენიმე საკვები, ასე ვთქვათ, გზაში და მოით უკვე წავიდეთ, მე ახლა გამოვიძახებ პრინციპში და გზის ოშიცენკო გამარჯობა. გამარჯობა საბა, ძალიან კარგია რომ მოხვედი, მეზასაც შეგეოდები. Так, შიტელნიკო, ძალიან კარგია მელოდები, უბრალოდ დიდბოის გიხდით, მე ახლა უნდა წავიდე მეზობელ სოფელში საქმეებზე. საბა, მე უბრალოდ ის მინდოდა მეთხოვა, რომ შენ ჩემთვის ამის სამუშაო ხო არ გაქვს? სამუშაო და რა სამუშაო საერთოდ? არა, უბრალოდ საბა, მე ძალიან ჭირდება სამუშაო, ფული ძალიან ჭირდება და ძალიან გთხოვ, თუ რამე სამუშაო გაქვს, რამე სამუშაო მომეცი. ნუ არ ვიცი, მე ახლა მივდივარ მეზობელ სოფელში. ერთი იდეა მაქვს, ჟიტენკო, იცი რა? სანამ მე ვიქნები მეზობელ სოფელში, შენ შეგიძლია პრინციპში დარჩი ჩემს სახლში და ასე ვთქვათ, დაიცვა ჩემი სახლი ცოტა ხანი. რამოდენიმე საათით და როდესაც მე მოვალ, ახლავე გეტყვი, так, ну, პრინციპში ბევრი ისმრუდი მაქვს და თუ რამოდენიმე საათი, ასე ვთქვათ, იქნება ჩემს სახლში, ასე ვთქვათ, გაკონტროლებ ჩემს სახლს, ერთ 20 ისმრუდს მოგცემ შენ. გოსაბა, დიდი მადლობა, მე პრინციპში ვარზე არ ვარ. კაია, ჟიტენკო, კარგია. მაშინ ახლა შეგიძლია შეხვიდე ჩემს სახლში და ასე ვთქვათ, ყველაფერი გააკონტროლო და როდესაც მოვალ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და პრინციპში ის უმრუდებსაც მოგცემ, так, მაგრამ და მე კიდე უკვე გამოვიძახებ ტაქსის. რა კარგია საბა, დავთანხმდა სამუშაოს მოცემაში, უბრალოდ მე წინა სამსახური დავკარგე და ის ურდები მაინც ჭირდება. კარგია. და პრინციპში ძალიან ადვილი სამუშაოა, უბრალოდ ასე ვთქვათ, გავაკონტროლო საბას სახლი და მაგაზე მივიღებ თელ 20 ისურვოც. ძალიან კარგია, так, ოკეი, ცოტა ხანი ჩავაჭდები საწოლზე და ცოტა ხანი დავისვენებ. რაღაც უკვე მომწყიდა. კიდე წვიმაც წამოვიდა უკვე გარეთ. და საბა რაღაც არ მოდის. ძალიან მომწყიდა რაღაც უკვე საბას სახლში ყოფნა. ჩემს სახლში ხო არ წავიდე, მაგრამ არ ვიცი რაღაც ეს ხო მაინც სამუშაო რომ გავაკონტროლო. ერთი იდეა მაქვს, მე ვიცი რომ საბას სახლის ქვეშ არის დაბალული მისი საიდუმლო ყუთი. შესაძლებელია მათ რაღაცეებს ვნახავ. რასაკვირველია, საბას სახლიდან მე არაფერს არ მოვიპარებ, მაგრამ რამე გასართობს მაინც ვნახავ. ტაქს, და მისი აი ზუსტად მისი საიდუმლო ყუთი, ტაქს ეს ბლოკიც გავტეხოთ, ტაქს ძალიან კარგია და ტაქს, აბა ყუთში ვნახოთ. რაღაცები არის. დინამიტი 4 ცალი, ტაქს, 4 ცალი დინამიტი, ისე ჩვენ სოფელში აკრძალულია. მე ხო დაუბარა საბას რაოდენიმე დინამიტი თავის სახლში დადოს. და უბრალოდ დინამიტი ეს პრინციპში ბოდალურია. აბა ნახოთ, აბა კიდე რა აქვს, так, 100 კიდე და კოლბასის ბრონი, так, და 100 საერთოდ მუშაობს, აბა ნახოთ, მიდი, так, რაღაც არითება, გონი უკვე საერთოდ აღარ მუშაობს და რატო ამოქმედა, ხო არ მუშაობდა, არა, რისთვის მოვკიდე საერთოდ ამ ჯანდამას, საერთოდ რისთვის მოვკიდე მის საიდუმლო ყუთს, საბა უბრალოდ მომკლავს და მე ვერაფერს ვეღარ გავარევავდებ, საბა უკვე რამოდენიმე წუთში სოფელში იქნება, არა, რა ვქნა? მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ძალიან ძვირი ღირს მეზობელ სოფლამდე მისვლა. ხო, 10 ისუნრუდი წარმოგიდგენთ, მეგობრებო, დავხარჯე მეზობელ სოფლამდე რომ წავიდე თამპლისკენ მთელი სტეიკებით შევჭამე, ძლივს სახლში ვარ და აქ როგორ არის ჩემი სახლი? Stop! ვერ გავიგე! რა ხდება აქ? მე ახლა დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მელანდება და stop, ეს ჟიძელნიკი საერთოდ რა მოხდა?
ჩანტობა ჩემი იატაკიც ყველაფერი და შუშებით, ფანჯრებით. Так, ჟიტენკო, დროზე ამიხსენი რა მოხდა აქ. მე ხო დაგაბარე რომ დაიცვა ჩემი სახლიო, გააკონტროლო ყველაფერი ნორმალად იყოს. საბა იცი რა შეასაქმე რომ როცა წახვედი ნახევარსაათში მე ცოტა მომწყიდა და შემთხვევით გავხსენი შენი საერთო ყუთი მეთქი იქ რაღაცას ნახო რომ გავერთო და ამოვახე დინამიტი მე დავინახე ასათი მინდოდა ასე თქვა გამეტეს და თუ მუშაობს და შემთხვევით ავაფეთქე ყველაფერი დიდბოის გიხდი საბა რა სტოპ ჩემი საიდუმლო ყუთიდან გაგიჟება ჟიტენკო სიმართლე გითხრა მე უკვე ვნანობ იმაზე რომ საერთოდ მოგეწია სამუშაო რისთვის აი უბრალოდ აი ამიხსენი მე მოგეწია ასეთი ადვილი სამუშაო რომელ სამუშაოზეც მე გაძლევდი 20 ისუმრუց და შენ ამიფეთქე მთელი სახლი მეორე სართულიც და როგორ ვიცხოვრო ახლა წამოგე საწოლიც აღარ მაქვს ყველაფერი დამინგრიე ფანჯრებიც უკვე აღარ მაქვს და რა ვქნა ახლა საბა დიდბოლის გიხდი კიდე ყველაფერი გავარემონტო არ მინდა დიდი მადლობა ჟიტენკო მე საერთოდ დიდი შიში მაქვს იმაზე თუ როგორ გამირემონტებ ჩანტობა ამისი საბა დიდბოლის გიხდი რომ გეკითხები ამას და ხომ არ გაქვს სხვა სამუშაო არა ჟიტენკო შენთვის არც ერთი სამუშაო არ მაქვს დიდბოლის გიხდი მაგრამ იმის შემდეგ რაც გავუკეთე ჩემს სახლს ამის შემდეგ მე უკვე რაღაც ძალიან დიდი შიში მაქვს იმაზე რომ რაღაც რამე სამუშაო მოგცე საერთოდ საბა ძალიან გთხოვ მე მართლა ძალიან მჭირდება ისურვდები უბრალოდ მე წინა სამუშაო დავკარგე და მე ძალიან მჭირდება ისურვდები ხო მინდა რომ საჭმელი სასველი ასე ვთქვათ ჟიტენკო კაი ოკეი გაძლევ შანსს ოკეი ხო ხედავ ჩემს ფერმებს, ოკეი, ბოლო შანსს გაძლევ ჟიტენკო, შეხედე, ხო ხედავ ჩემს ფერმებს, პრინციპში ჩემი ფერმები უკვე გაიზარდა. მოგცემ ახლა აჰა, გასაგებია. მოკეთ შეხედე, აიღებ ახლა აი ამ ბოსტნეულს ახლა ჭარხალი, კარტოფილი და ასე შემდეგ. აიღე თუ შეიძლება და ძალიან გთხოვ რომ ამ სამუშაოს მაინც ხო გააკეთებ ნორმალურად, აჰა, აიღე ჭარხალი, კარტოფილი და კიდე დაგჭირდება სტაფილო, აი თუ შეიძლება აიღე და ძალიან გთხოვ იქ ბევრი რამ არც კი დაგჭირდება. უბრალოდ მიდი, აიღე იქ ხორბალი, იქ ჭარხლები და სტაფილოები და ყველაფერი გააკეთე. პრინციპში შენ გეცოდინება როგორ უნდა გააკეთო ფერმების სამუშაო და ძალიან გთხოვ, გააკეთე ყველაფერი ხარისხიანად. საბა დიდი მადლობა მე აღარ გამოვიწვა ყველაფერს მადლობა დიდი ამ სამუშაოსთვის კაი ოკეი ჟიტენკო და თუ ყველაფერს გააკეთებ ოკეი მე მოგცევ ამ 20 ისუმრუც ხო მეგობრებო და ჩვენ კიდე ახლა მოგვიწევს უბრალოდ მე უბრალოდ მომიწევს ახლა მთელი სახლის ხელახლა გაკეთებ ღმერთო მომას 1.5 საათი კი მოუნდება კაი მანამდე მე მეგობრებო გავთიშავ კამერას ცოტა შევცხოვრო საბას ასე ბოდო ასე რომ აუფეთქე სახლი და ქარავშოს ამ სამუშაოს მე 100%-იანი გავაკეთებ так გამოდის აჰა მივიდივართ ეს პრინციპში ძალიან ადვილი სამუშაოა так ძალიან ადვილი так ой ну არავშოს პრინციპში ეს უკვე ისევე არასდროს არ მესმოდა რატო არის ეს წყალი ასეთი ჩაკეტილი ეს რიგით ეს წყალი უნდა გადიოდეს დიდარებდე. Так, ისე მართლა, რატო არის ჩაკეტილი? ასე ვთქვათ, საბას სამუშაოს გავაკეთებ მე თვითონ და გამოვუშვებ ასე ვთქვათ ამ წყალს დიდარებდე. Так, ой. თხა ჩემი ფოტოსები არ დავისო და რაღაც ვერ მიაღწია დიდარებდე. ნუ არაშოს თვითონ მე საბა ყველაფერს მოაგვარებს და უკვე ამ წყალს ასე ვთქვათ დიდარებდე მიაღწევს. Так, ოკეი, და მე კიდევ არავდე გავაგრძელებ ამ სამუშაოს. პრინციპში ძალიან ადვილი სამუშაოა და ამ სამუშაოზე მე მივიღებ ზუსტად ამ ჩემს 20 ისმრუც. ალო დიახ, გამარჯობა. მე შეიძლება ისა მე ძალიან მინდა და კიდე ერთი სტაკი მუხის, ერთი სტაკი თეთრი ხის და ერთი სტაკი თუ შეიძლება ასევე უფრო შავი ხის თუ შეიძლება. რამდენი? 40 ისმრუდი? გაგიჟება, კაი, ოკეი.
ერთის თაკი და კიდე თუ შეიძლება დიახ ფანჯრების თუ გაქვს ფანჯრებიც წამოიყევლიათ ნახვამდის გაგიჟება მეგობრებო თქვენ პრინციპში უკვე მივხვდით რისთვის ასე ვთქვათ ამდენი ხის მატერიალები რატომ შევუკვეთ აი უბრალოდ აი კაი ოკეი იმედია რომ ფერმებს მაინც გაგეთებს ნორმალურად ო საბა გამარჯობა აბა ნახე აბა შეაფასე ჩემი ასე ვთქვათ სამუშაო გაკეთებული სამუშაო ჟიტენიკო ჩემთან ერთი კითხვა მაქვს და ეს როგორ გააკეთეს აი უბრალოდ აი ამიხსენი მე შენ მოგეცი უბრალოდ ბონალური სამუშაო ფერმერების სამუშაო აი უბრალოდ აი ამიხსენი უბრალოდ ერთი რამ აი როგორ მოგივიდა და როგორ გამოგივიდა ასეთი სამუშაოს გაკეთება შენ ბოლომდე დალეწე ჩემი ფერმები ამას იცი რამდენი დრო სჭირდება სანამ ამას განავაახლებ იცი რამდენი ძალა რამდენი უბრალოდ ღონე და რამდენი დრო დავხარჯე იმისთვის რომ გამეკეთებინა ეს ფერმები ლამაზად ოი საბა დიდ ბოჯის გიხდი რომ ასე გამომივიდა მე მეგონო შენც ასე აკეთებ აჰა გამოდის შენი აზრით საჭმელს რომელსაც ჩვენ ჭამთ სოფელში გამოიყურება აი ასე ხომ ღმერთო ჩემი ზინკი იცი რა აი ამის შემდეგ მე მინდა უბრალოდ აი ღმერთო ჩემი არც კი ვიცი რა გაგიკეთო სიმართლე გითხრა საბა დიდ ბოჯის გიხდი და შეგიძლია კიდე ერთი სამუშაო რომ მოვცე არა ჟიტენიკო ჩემი პასუხი ამისი არის უარი უბრალოდ კაცრი უარი რაღაც სამუშაო უნდა მოგცე ჯერ გამინადგურე ჩემი სახლი ახლა გამინადგურე ფერმები და რა სამუშაო აღარ უნდა მოგცე მეტი საბა ძალიან გთხოვ ბოლო შანსი მეტი თუ მაგ სამუშაოსაც აღარ დავინახებ всё აღარ დამიჯერო აღარასდროს ცხოვრებაში ჟიტენიკო კაი ოკეი ბოლო შანსს მოგცემ კაი ერთ უახლოეთ დამელოდი აქ გაგიჟება მეგობრებო აი როგორ უნდა იყოს ასეთი ჟიტენიკი ტაქს ოკეი სადღაც ხო აი ღრუბელა ჩემი მოითახა მიუტანოთ პრინციპში ტაქ ჟიტენიკო შეხედე აი მოგეთ მე ახლა მოგცემ შენ ღრუბელას იღებ ამ ღრუბელას და მიდიხარ ჭასთან ასუფთავებ ჭასთან და თუ გაასუფთავებ მაგ ჭას მოგცემ 15 ისუნოს ოკეი 15 ის კაი ოკეი თუ გაასუფთავებ მაგ ჭას 20 ისუნოსაც კი მოგცემ მოსაბა დიდი მადლობა თუ გეშინია ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც აკეთებ შენ ჟიტენიკო იცი რა აი იმის შემდეგ რაც დავინახეთ დღევანდელი დღის განმავლობაში მე მიჩნევა მხოლოდ ერთი კითხვა შენ ხელები რომელი ადგილიდან საერთოდ გეზრდება საბა თუ რა მოხდა რაც თავარია მე ხო გავასუფთავე ჭა როგორც შემითხარი გაასუფთავეო გავასუფთავე უბრალოდ გასუფთავებაში მე მისშლი და ცოტა აი ეს ლოდები აი ეს აგურები მიშლი და ცოტა ასე ვთქვათ გავასუფთავე მაგრამ იმის გამო რომ მე გავასუფთავე მე ცოტა გავტეხე ეს ყველაფერი და წყალი გადმოიქცა ჩვენ სოფელში იცი რა ჟიტენიკო აი ამ მთელი დღის განმავლობაში მინდა შეგეკითხო ერთი რამ სად მუშაობდი ვინ როდესმე საერთოდ სად მუშაობდი ამის შემდეგ აი რას ახლა უბრალოდ აი დამოკიდე აი რა ქენი ახლა წარმოიგე მე იმის გარდა რომ გამიფუჭე სახლი გამინადგურე ფერმები ასევე კიდე განადგურე მთელი სოფლის უბრალოდ ქონება წარმოიგე მე შემეკითხება იმიტომ ეს არის ჩემი სამუშაო და მე მომიწევს ამ ყველაფერში გადახდა საბა გადახდასაც შეეხება გადავიხდი აი 15 სუროც ჟიტენიკო ახლა მე გადაგიხდი ერთ ადგილას უბრალოდ მოშორდი აქედან უბრალოდ წადი ჩემი ხედიდან ნიშნავია აი უბრალოდ შესანიშნავია დღეს გარდა იმის რომ მე დავიღალი მეზობელ სოფელში მე დღეს მომიწევს სახლის თავიდან აშენება ფერმების თავიდან განახლება და კიდე ყველა აი კიდე ჭის ასევე შენებლობა აი ყველა აი შესანიშნავია უბრალოდ კიდე ეს ჟიტენიკიც კიდე სადღაც გაქრა და ეს ყველაფერი ჩემი ფულის საშუალებით
არა მეგორო, დღეს იცი რა მივხვდი დღევანდელი დღის განმავლობაში, რომ უფრო კარგია შენ თვითონ გააკეთო შენივე საქმეები. არავის არაფერი არ უნდა, ასე ვთქვათ, მისცეს. შენი სამუშაო თუ არის, ეს არის შენი სამუშაო. всё, დამთავრდა. არავისი არ უნდა იყო დამოკიდებული. აი წარმოგიდგეთ მეგორო, აი მე უბრალოდ იმიტომ რომ რადგან ამ სტენკს არ გქონდა სამუშაო, როგორც თვითონ მივხვდა, იმიტომ მივეცი ეს სამუშაო და აჰა, დამინგრია სახლი, დამინგრია ფერმა და კიდე დაანგრია სოფლის ქონება. ნუ შესანიშნავია მეგორო რა ვთქვა. კაი მეგორო, მე ამით უკვე დავამთავრებ დღევანდელ ვიდეოს. თუ მადლობა დიდი ამ ვიდეოს მომდე. თუ მოგეზრდათ, მე კი ახლა წავედი ნახვამდის.